მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ნატურალური ქვების შესახებ, თუ რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა კონკრეტულად ჩემთვის. რა დანიშნულება ჰქონდა მას საუკუნეების განმავლობაში, რისთვის იყენებდნენ მას ძველი ადამიანები, ვისაუბროთ ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნატურალურ ქვებზე და სამკაულებზე, რა დანიშნულება ჰქონდათ მათ და ჯერ კიდევ რა პერიოდიდან გვხვდება ისინი საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე ვისაუბრებ მათ ქიმიურ მნიშვნელობაზეც, ენერგეტიკულ მნიშვნელობაზეც და ვეცდები, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რაც ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რატომ მაინც და მაინც ნატურალური ქვები, რატომ არის ეს ჩემთვის განსაკუთრებული მასალა, რატომ ვიყენებ მათ თილისმებისა და ამულეტების დასამზადებლად, არის თუ არა ამ ყველაფერში სინამდვილეში რაღაცა საოცარი მაგიური ძალები ჩართული, თუ ეს არის უბრალოდ ბუნების საჩუქარი. მოკლედ ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბრო ამ ვიდეოში. როგორც იცით, ნატურალური ქვები გამოიყენებოდა სარიტუალო დანიშნულებით საუკუნეების განმავლობაში, რადგან ნატურალურ ქვებს აქვთ უნიკალური თვისებები. ყველა მათგანს აქვს თავისი ხასიათი და ერთ ვიდეოში ვამბობ კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ წესით ქვები უნდა მიეკუთვნებოდეს არაცოცხალ სამყაროს, ნატურალურ ქვებს და მინერალებს, რომლებიც საუკუნეებისა და მილიონობით წლების განმავლობაში განიცდიან ფორმირებას, აქვთ განსაკუთრებული მახასიათებლები და თვისებები, რომელიც ძალიან ახლოსაა ცოცხალ სამყაროსთან და დამახასიათებელია ცოცხალი არსებისთვის. ვინაიდან მას შეუძლია ენერგიის მიღება, გაცემა, გარკვეული ზემოქმედების მოხდენა, რადგან აქვს ენერგეტიკული ვიბრაციები და თუ კი ის სწორ ხელში მოხდება და სწორად იქნება გამოყენებული, ამ ენერგიის გამოყენება შესაძლებელია ბევრად უფრო სასარგებლოდ, ვიდრე ეს არის ბუნებრივ შემთხვევაში. ადამიანს შეუძლია, რომ ნატურალური ქვისგან შექმნას კონკრეტული დანიშნულების მქონე თილისმა თუ ამულეტი. თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება ცოდნა და წლების განმავლობაში მე ამ ყველაფერს ვაპრაქტიკებ. ჯერ კიდევ სიმართლე რომ თქვა, ვერ ამოვწურე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანს ერთი სიცოცხლე ეყოს იმისთვის, რომ მთელი ეს ინფორმაცია შეითვისოს, შეიგრძნოს, შეისწავლოს, დააკვირდეს. ეს არის ის სფერო და ის საკითხი, რომელიც ალბათ არასოდეს არ მომბეზრდება. ყოველი მათთან მუშაობა ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და მით უმეტეს განსაკუთრებულად საინტერესო და აღმაფრთოვანებელია ის შედეგები, რომლის მოხდენაც შეუძლია ნატურალურ ქვებს და მათზე მუშაობას. და განსაკუთრებით საინტერესო და სასიხარულოა ხოლმე ის შედეგები, რომელსაც ეს საოცარი ბუნების საჩუქარი გვაძლევს. რაც უფრო იშვიათია ქვა, მით უფრო მაღალი ფასი აქვს მას და მით უფრო ძვირფასად ითვლება ის. მაგალითად, ბრილიანტი, საფირონი, ლალი, ალმასები რაც არის, ძირითადად არის ძალიან იშვიათი და მათი ფასი ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი ქვებისგან, რომელიც უფრო აქტიურად და ხშირად გვხვდება ბუნებაში. განსაკუთრებულად საოცარი კი არის ის, რომ მათი სტრუქტურა და ქიმიური ფორმულა იმდენად საოცრად იმეორებს ატომთა წყობას, ერთსა და იმავე პატერნს შეიძლება ასე ითქვას, რომ ყალიბდება უნიკალური სტრუქტურის ქვები და მინერალები, განსხვავებული სიმკვრივით, განსხვავებული მახასიათებლებით, ზოგიერთი მათგანი გამჭვირვალეა და კრისტალურ ენერგიას ასხივებს და შეუძლია რომ სინათლე გაატაროს და გარდაქმნას. ზოგიერთი მათგანი პირიქით ძალიან შეკრულია, არ ატარებს სინათლეს. ხშირად ასეთი ქვები დამცავებად გამოიყენება, ძალიან კარგი ენერგეტიკული დამცავები არის, რადგან საკუთარ თავში აგროვებს ენერგიას იმისთვის, რომ დაიცვას მაგალითად თავისი მფლობელი და ესეთი ხასიათიც აქვთ მინერალებს, რომ თუ კი შენ მას მოუვლი, თუ კი მას კარგად მოეპყრობი, შეუძლია რომ შენი მეგობარი გახდეს და დაგეხმაროს გარკვეულ სირთულეებში, რომელიც ძირითადად ენერგეტიკულ საკითხებში გამოიხატება ხოლმე. ასევე რაც უნდა აღვნიშნოთ ენერგეტიკული თვალსაზრისით არის ის, რომ თითოეული ქვა ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებთან არის ძალიან დიდ კავშირში. არის ხოლმე რომ ერთი ქვა შესაძლებელია რამდენიმე ენერგეტიკულ ცენტრს ასტიმულირებდეს და ხელს უწყობდეს ადამიანში ჩაკრების გამართულ ფუნქციონირებას, ეხმარებოდეს განსაკუთრებით იმ ადამიანს, ვინც ცდილობს რომ დაამუშაოს თავისი ენერგეტიკული ცენტრები, დაასტაბილუროს ნერვული სისტემა და ასე შემდეგ.
ასევე ძალიან კარგად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა არსებობს თერაპიის სხვადასხვა სახეობები ნატურალური ქვების გამოყენებით, რომელიც კურნავს სხვადასხვა ტიპის დაავადებებს და დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, სხვადასხვა კულტურაში ძალიან აქტიურად გამოიყენება დღემდე ნატურალური ქვები. თუნდაც აღმოსავლეთს აქვს ძალიან დიდი ისტორია ამ მიმართულებით. საქართველოში არც ისე გავრცელებულია ცოდნა ნატურალური ქვების გამოყენების შესახებ ამ თემაზე ძალიან იშვიათად საუბრობენ ხოლმე და ვინაიდან ჩვენ ქართველები ვართ, მინდა რომ საქართველოში რა ინფორმაცია გვაქვს თუნდაც აი კოლხეთის ტერიტორიაზე, ან თუნდაც აი წარმართულ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვადასხვა ფაქტებთან მიმართებით, მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ. ასევე რა თქმა უნდა ფოტოებსაც დავურთავთ და უფრო დეტალურად ნახავთ იმ აღმოჩენების შესახებ, რაც არქეოლოგებს გაუკეთებიათ ამ სამკაულებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ოქროს სამკაულებში არის გამოყენებული ნატურალური ქვები, ძირითადად არის ძოწი, სერდოლიკი, გიშერი, ლაზურიტი. ასევე გამოყენებულია ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ფირუზი, მალაქიტი, მთისბროლი და მთისბროლის სხვადასხვა სახეობები. ძირითადად ისინი გამოიყენებოდა სარიტუალო დანიშნულებით. როგორც არქეოლოგები ამბობენ, ამ ნივთებს ჰქონდა სარიტუალო დანიშნულება და აი მაგალითად სარიტუალო თასი პირდაპირ არის მოპირკეთებული ნატურალური ქვებით, თუნდაც ის სამკაულები, რომელიც აღმოჩენილია, არის დაკავშირებული სარიტუალო მნიშვნელობასთან, მას იყენებდნენ ხშირად დიდგვაროვნები, მაღალი ფენის წარმომადგენლები, როგორც ავგაროზებად, დამცავ ამულეტებად, თილისმებად. ძველ ადამიანებს სჯეროდათ და ჰქონდათ რწმენა, რომ ნატურალური ქვები მათ იცავდა, ანიჭებდა ძალას, ძალაუფლებას, მოჰქონდა მათთვის წარმატება, სიმშვიდე, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. რეალურად ეს ცოდნა და ინფორმაცია, რაც თუნდაც კოლხეთის ტერიტორიაზე არსებობდა ნატურალური ქვების შესახებ და მათი გამოყენების შესახებ, სხვადასხვა კულტურებშიც გვხდება. ქვების ფორმირება მოითხოვს ათასობით წლიდან მილიონ და ზოგჯერ მილიარდ წელსაც იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ქვა. ყალიბდება სხვადასხვა გარემოში. პროცესი არის ძალიან ნელი და კომპლექსური და მოითხოვს სპეციფიკურ გარემოს, წნევას, ტემპერატურას, ქიმიურ ნაერთებს იმისთვის, რომ შეიკრას და მოხდეს ქვის ფორმირება. მაგალითად, ზოგიერთი ქვა დედამიწის ქვედა შრეებში ყალიბდება ძალიან მაღალი წნევისა და ტემპერატურის ზემოქმედებით. დაახლოებით ამ პროცესებს სჭირდება ათასობით და მილიონობით წლები, მაგალითად ბრილიანტი, რომელსაც დაახლოებით ჭირდება მილიარდი წელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს და ამიტომაც არის ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ალმასი. აი მაგალითად მეტამორფული ქვები, როგორიც არის ზურმუხტი, საფირონი, ძოწი, ყალიბდება უკვე არსებული ქვების გარდაქმნის და მეტამორფოზის შედეგად ინტენსიური სიმხურვალისა და წნევის ხარჯზე, ამასაც ჭირდება მილიონობით წლები. აი მაგალითად ოპალი, მალაქიტი და მსგავსი ტიპის ქვები ყალიბდება ისეთ გარემოში, სადაც არის გამდიდრებული შრეები მინერალებით, ასევე წყალიც არის საკმარისი რაოდენობით იმისთვის, რომ მოხდეს ათასობით წლის განმავლობაში მინერალების ფორმირება. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სახეობა, ძირითადად ფოსილიზებულ ხეებისგან და მოლუსკებისგან წარმოქმნილ ნატურალური ქვების ჩამოყალიბებას მიეკუთვნება, როგორიც არის მაგალითად ქარვა, მარგალიტი, ამონიტები, უფრო სწრაფად ყალიბდება, როგორიც არის მაგალითად სულ მცირე 10-დან 1000-ობით წლის განმავლობაში. რაც უფრო დიდი ხანი განიცდის ქვა ფორმაციას, რაც უფრო იშვიათ და კარგ გარემოში ყალიბდება ის, მით უფრო ძვირფასად ითვლება ესეთი ნატურალური ქვები.
რა თქმა უნდა, ძველ წარმოდგენებში და რწმენებში არის გარკვეული მოსაზრებები იმასთან მიმართებით, რომ ამ საუკუნეების წლების განმავლობაში, როდესაც ეს მინერალები ყალიბდება, ეს ქვები აგროვებენ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფორმაციას და ამის შედეგად, მხოლოდ ქიმიური ფორმულა არ არის, იმიტომ რომ ეს რო საკმარისი იყოს, ქიმიურად და ლაბორატორიაში შექმნილი მინერალებით შეასრულებდნენ ისევე კარგად თავის ფუნქციას, როგორც ამას ახერხებენ ბუნებრივი ქვები, მაგრამ ეს ასე არ არის. მათში არის თავმოყრილი ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი ინფორმაცია, თუნდაც კაცობრიობის შესახებ, ბუნების სამყაროს, დედამიწის შესახებ და ამიტომაც არიან ისინი უნიკალური და საოცარი საშუალებები, რომელსაც ბუნება გვჩუქნის და რომლის გამოყენებაც ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ჩვენ და სასიკეთოდ. ვისაც ქონია გამოცდილება ქვებთან ურთიერთობის, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათში არის რაღაც ძალიან მისტიური და განსაკუთრებული, რაც შეუძლებელია, რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს, მით უმეტეს თუ ის არის სწორად გამოყენებული, გააქტიურებული, ვინც იცის და ვისაც ქონია ამის შეგრძნება, ამის გამოცდილება, ის ადამიანი ნამდვილად მიხვდება თუ რა ძალას ფლობს ეს საოცარი ორგანიზმები ჩვენს სამყაროში. ვინც თვალს მადევნებთ, ალბათ იცით, რომ ნატურალური ქვების გამოყენებით ვამზადებთ ილისმებს და ძირითადად ეს არის ხოლმე სამაჯურების სახით, ვინაიდან ჩვენს ხელზე არის ენერგეტიკული ცენტრები, ყველა ენერგეტიკული ცენტრი ამოცემული და შეგვიძლია, რომ სამაჯურის სახით ძალიან თავისუფლად მოვირკოთ ეს თილისმა, იმისთვის, რომ მოხდეს ენერგეტიკული ცენტრების სტიმულაცია, იმისთვის, რომ ადამიანმა განიცადოს ცვლილება, მოხდეს მისი ენერგეტიკული ცენტრების სტიმულაცია იმისთვის, რომ ამან შედეგად გამოიწვიოს როგორც ენერგეტიკული სულიერი მენტალური ცვლილებები, ასევე ფიზიკურადაც მოახდინოს ცვლილება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სურს, რომ ადამიანმა დაამუშაოს საკუთარი ენერგეტიკული ველი. საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა მინერალები ნამდვილად განსაკუთრებული და გქონიათ თუ არა გამოცდილება ან რაიმე თუ გიგრძნიათ მათგან. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ეს თემა გაინტერესებთ, შეგვიძლია რომ კიდევ გავაგრძელოთ საუბარი. მე კი გისურვებთ წარმატებებს, დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.